რეგიონში საპრეზიდენტო კამპანიის ფარგლებში ჩემი მოგზაურობებისა და მოსახლეობასთან შეხვედრების შედეგებს, როგორც წესი, ტრადიციულად გაცნობთ თქვენ ქართული მედიის თვალსაჩინო წარმომადგენლებს, ისევე როგორც სპეციალურ მიმართვას ვამზადებ და ვუგზავნი როგორც ღია წესით მედიის მეშვეობით, ასევე წერილობით საქართველოს პრემიერ-მინისტრს, ისევე როგორც მთელს მთავრობას, სწორედ ნიშნად იმისა, რომ საქართველოს დღევანდელი მთავრობა სამწუხაროდ იზოლირებულია ხალხისაგან, სამწუხაროდ მან როგორც ჩანს არ დაინახა ან არ უნდა დაინახოს ის მძიმე პრობლემები, რომელიც ასუხებს საქართველოს მოსახლეობას და მე როგორც სახალხო კანდიდატი, რომელიც გამოვხატავ ხალხის ხმას, ხალხის სურვილებს, ემოციებს და რაც ყველაზე მთავარია, მოთხოვნებს საქართველოს ხელისუფლებისადმი ვაკეთებ სპეციალურ მიმართვას. გუშინ გახლდით დუშეთის რაიონში, კერძოდ მინდა შეგახსენოთ, რომ დუშეთის რაიონის ბუფერული ზონის 8-ზე მეტმა სოფელმა, რომელიც ძირითადად ოსური მოსახლეობით არის დასახლებული, მე როგორც საქართველოს პრეზიდენტობის სახალხო კანდიდატი, ისევე როგორც ქართულ-აფხაზური და ოსური საერთაშორისო მოძრაობის პრეზიდენტი, მიმიწვია სწორედ იმ მძიმე ყოფითი და სოციალურ-ეკონომიკური პრობლემების ადგილზე გასაცნობად, რა დღეშიც არის ბუფერული ზონის 8-ზე მეტი სოფელი, რომელიც კიდევ ერთხელ ვიმეორებ ოსური მოსახლეობით არის დასახლებული. პირველ რიგში მე მინდა აქედან პრაიმ ტაიმის პრეს კლუბიდან გაუგზავნო, ასე ვთქვათ, მორიგი ჩემი სითბო და სიყვარული ამ ადამიანებს, ვინაიდან გუშინ იმის მიუხედავად, რომ ძალიან მძიმე იყო ამ სოფლებში ასვლა, პრაქტიკულად არ არსებობს მისავალი გზა, ძალისიდან უკვე შეიძლება მხოლოდ და მხოლოდ თვითმფრინავით ან ვერტმფრენით გადაადგილდეს ადამიანი, ამის მიუხედავად, ამ სირთულეების მიუხედავად, შუახევში, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე მაღალი და მნიშვნელოვანი, ასე ვთქვათ, სტრატეგიული სოფელი გახლავთ, გაიმართა რამდენიმე ინსტიტუციასთან შეხვედრა. თქვენ იცით, რომ უხუცესები ეს არ არის ასაკი, არამედ მთაში უხუცესები ეს არის ინსტიტუცია, რომლის მიზანზე, მომავალზე, ტრადიციაზე არის აგებული ხოლმე საქართველოში მთის წესი და ასე ვთქვათ, ტრადიცია ყოველგვარი. აგრეთვე აქ იმყოფებოდნენ ახალგაზრდები, ისევე როგორც 8-ზე მეტი სოფლის წარმომადგენლობები, რომლებმაც წინასწარ შექმნეს, ასე ვთქვათ, დელეგაციური ფორმები და მე ვნახე განსაკუთრებულად მძიმე ყოფითი ვითარება, ვინაიდან ეს სოფლები თითქმის გაუკაცრიელებულია, ძირითადად სოფლებში დარჩენილნი არიან ასაკოვანი, ხანდაზმული და ჯანმრთელობა დარღვეული ადამიანები და ეს ის შემთხვევა, როდესაც ძალისიდან 3 კილომეტრში, სადაც არის შუახევი, როგორც ერთ-ერთი ძალიან მნიშვნელოვანი ბუფერული სოფელი, პრაქტიკულად 3-4 საათის განმავლობაში შეიძლება გადაადგილდეს ტრანსპორტი. ამ ადამიანებს არ აქვს შესაძლებლობა, რომ მათთვის საჭიროების შემთხვევაში და სამწუხაროდ ეს ალბათ ხშირია, მათი ასაკიდან და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე, რომ გამოიძახონ სასწრაფოს დახმარება დუშეთიდან, რომელიც ალბათ ვერც კი გადაადგილდება რამდენიმე საათის განმავლობაში. ადამიანები მოკლებულნი არიან სოციალურ დახმარებებს და მე ისევე როგორც შიდა ქართლის სასაზღვრო სოფლებიდან მივმართე პრემიერ-მინისტრს, მან და მისმა მთავრობამ ბიუჯეტის დონეზე უნდა გაითვალისწინოს სწორედ სპეციფიკა, არა მხოლოდ მთის სოფლების, არამედ სწორედ ბუფერული ზონის სოფლების მოსახლეობის, რომლებიც განსაკუთრებულად უნდა სარგებლობდნენ სახელმწიფოსაგან სოციალური დახმარებებით და იგი არ უნდა შეეხოს რომელიმე გლეხის სახლში ზედმეტი ნივთის არსებობა არ არსებობის საკითხს. ასე რომ დუშეთის რაიონი და მისი მთიანი სოფლები, რომელიც ქართული ბაზრისათვის ძალიან ცნობილი იყო როგორც ბახჩეულის, ასევე ვენახის და ყურძნის, ესე ვთქვათ, განსაკუთრებული ჯიშებით და გაჯერებული იყო ქართული ბაზარი, მე დღეს ვნახე პრაქტიკულად გაუკაცრიელებული სოფლები, სადაც გლეხებს
სარწყავი წყალი არა აქვთ, სადაც გლეხებს არა აქვთ სასმელი წყალი და ისინი იძულებულნი არიან სწორედ კვების პროდუქტები შემოიტანონ მეზობელი რაიონებიდან და რეგიონებიდან. ეს რბილად რომ ვთქვათ, უკვე არის მართლაც დიდი ირონია და ცინიზმი, როდესაც არსებობს მდიდარი და ნოყიერი მიწა, როდესაც არსებობენ გლეხები, რომელთაც აქვთ სურვილი რომ მოიყვანონ მოსავალი, ბოლოს და ბოლოს თავად მაინც დაიცვან შიმშილი სიკვდილისაგან თავი პრაქტიკულად განწირულები არიან იმისათვის, რომ მეზობელი რაიონებიდან ეზიდებოდნენ საკვებ პროდუქტებს. ძალიან მნიშვნელოვანი გახლავთ ის ფაქტი, რომ მთელი ამ წლების განმავლობაში დუშეთის რაიონის ამ მთის სოფლის მოსახლეობას ყველგან აბსოლუტურად პოლიტიკოსი არ უნახავთ. მათთან არ დადიან პოლიტიკოსები, მათთან მით უმეტეს არ დადიან საქართველოს ხელისუფლებისა და მთავრობის წევრები და რაც ყველაზე მთავარი შეირბნენ ხოლმე აქტივისტები ყოფილი ან ახლანდელი ხელისუფლებისაგან და შეახსენებენ, რომ ხმები აუცილებლად მათ სასარგებლოდ უნდა იყოს მიცემული და ეს გავს რაღაცა ტიპის პარტიულან, ასე ვთქვათ, დიქტატს, როდესაც ისედაც დაშინებულ მოსახლეობას კიდევ უფრო მეტი შიშის ქვეშ ამყოფებენ. მე არამხოლოდ ვასრულებ ამ შემთხვევაში მედიაციის როლს ხალხსა და ხელისუფლებას შორის, არამედ პირდაპირ პრინციპულად ვთხოვ საქართველოს პრემიერ-მინისტრს, რომ მან წარგზავნოს შესაბამისი მიმართულების მინისტრები დუშეთის რაიონის ბუფერულ ზონაში და კერძოდ სოფლებში, რომლებიც უკიდურესად მძიმე საყოფაცხოვრებო სოციალურ-ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფებიან. მეორე და მნიშვნელოვანი, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უნდა მოიკითხოს კანონი მთიანი რეგიონების შესახებ და ამ ადამიანების ბუფერული ზონის მთიანი ბუფერული ზონის მოსახლეობის და კონკრეტულად თუ გნებავთ დუშეთის რაიონის ბუფერული ზონის მოსახლეობის პრობლემები გადაწყვიტოს არა ერთჯერადად, როგორც PR აქცია, არა ერთჯერადად, როგორც წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი და ხმების სანაცვლოდ გაღებული, ასე ვთქვათ, ინდულგენცია, არამედ კანონით და რეგლამენტით. მთიანი რეგიონების შესახებ კანონით, რომელშიაც უნდა გაიწეროს პრიორიტეტები, მათ შორის ბუფერული ზონის მოსახლეობასთან დაკავშირებით და ყველა პრიორიტეტი პირდაპირ უნისონში უნდა მოდიოდეს საქართველოს კანონთან ბიუჯეტის შესახებ. ანუ საქართველოს კანონმა მთიანი რეგიონების შესახებ და მეორე საქართველოს კანონმა ბიუჯეტის შესახებ უნდა განსაზღვროს ხანგრძლივი პრიორიტეტული პოლიტიკა ბუფერული ზონის მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და ყოფითი პრობლემების მოწესრიგებასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ ვადასტურებ ამ მოსახლეობის მიმართ ჩემს განსაკუთრებულ სითბოს და ყურადღებას და მუდამ მზადა ვარ ვიყო მათ გვერდით, ვიყო მათთან ერთად და ვიბრძოლო მათი ყოველდღიური ცხოვრებისა და მომავლის გაუმჯობესებისათვის. დღეს უნდა აირჩიონ როგორ შეაფასებთ თვითონ ამ მე მიმაჩნია, რომ დღევანდელი დღე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორის ასე ვთქვათ პირობითად არჩევის დღე ერთ-ერთი საინტერესო და მნიშვნელოვანი ფაქტია, ვინაიდან დღეს გრძელდება ძველი ტრადიცია და ინერცია, როდესაც ივანე ჯავახიშვილის სავარძელი უნდათ დაიკავონ არა თავისუფალი პროფესურის მიერ არჩეული რექტორის, ვინც გნებავთ იყოს ხირსეული მეცნიერი,
არამედ ივან ჯავახიშვილის სავარძელში ალბათ დღევანდელი არჩევნების შემდეგ ჩაჯდება მორიგი პოლიტიკური კომისარი. თუკი წინა წლებში ეს გახლდათ ყოფილი ხელისუფლებისადმი ლოიალურად და პირდაპირ სათანამშრომლოდ განწყობილი რექტორი დღევანდელ ვითარებაში სავარაუდოდ დიდი ცინიზმით ვამბობ ამას, რა თქმა უნდა, ივან ჯავახიშვილის სავარძელში ჩაჯდება დღევანდელი ხელისუფლებისადმი ლოიალურად განწყობილი პოლიტიკური კომისარი. ასე რომ მე შევახსენებ ჩემს კოლეგებს და მე ამის თაობაზე უკვე გავაკეთე ჩემი მკვეთრი პოზიცია, რომ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეს არ არის ხელისუფლების საყრდენი პლაცდარმი ახალგაზრდებისა და პროფესურის მათი პოლიტიკური გემოვნებით манипуляციისათვის. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი ეს არის დამოუკიდებლობის სიმბოლო, ეს არის ქართული იდეის სიმბოლო და ეს არის ქართული ეროვნულ სახელმწიფოებრიობის საყრდენი. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში დღეს აკადემიური საბჭოს 12 პროფესორი და არა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის თავისუფალი პროფესურა ირჩევს ბრჭყალებში მორიგ პოლიტიკურ კომისარს. მე გპირდებით როგორც მეცნიერი და როგორც თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ის პროფესორი, რომელმაც ამგვარი პოლიტიკური ძალადობის გამო 2006 წლის ზაფხულში სპეციალური განცხადებით და მიმართვით ჩემი სტუდენტებისადმი პროტესტის ნიშნად დავტოვე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. სადაც უნდა ვიყო მე? რა რანგშიც უნდა ვიყო და რასაც არ უნდა ვაკეთებდე, ბოლომდე ვიბრძოლებ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სრული ავტონომიისათვის, რომ იგი იყოს არა პოლიტიკოსების საყრდენი და თავშესაფარი, არამედ იგი იყოს ნამდვილად თავისუფალი პირველი ევროპული დედა უნივერსიტეტი საქართველოში. საგარეო საქმეთა სამინისტრომ ოფიციალურად მოთხოვნა გააგზავნა ორგანიზაციებში, რომ გამოგზავნონ დამკვირვებლები. თქვენ თუ გააგზავნეთ დავუშვათ თქვენი სახელით მოთხოვნა რომელიმე ორგანიზაციაში და ზოგადად როგორ გონიათ, რამდენად ობიექტურად ასახავენ ისინი პროცესს და ზოგადად რა შეუსწრობს მათი არჩევნების პროცესს? მე მიმაჩნია, რომ ეს რა თქმა უნდა არის, ესე ვთქვათ, ფორმალური პროცედურა, თუმცა დამკვირვებლებთან დაკავშირებით სწორედ იმის გათვალისწინებით, რომ საპრეზიდენტო საარჩევნო კამპანია 2013 წლის ოქტომბრისა მიმდინარეობს სრულიად არათანაბარ პირობებში. სრულიად არათანაბარ უფლებიან პირობებში. ასეთ დროს, როდესაც მომმართველი ხელისუფლება ძალიან მკაფიოდ იყენებს ყველა იმ რესურსს, რასაც ქვია ადმინისტრაციული რესურსი. ყველა იმ ჩინოვნიკს, რომელიც არ ამგონია დაკავებულნი უნდა იყვნენ არც მორალურად და მით უმეტეს კანონმდებლობით საარჩევნო კამპანიაში და ეჭვი მაქვს კაი გაგებით, არახუმრობით, მაგრამ პრინციპულად რამდენიმე ძალიან ამ თემებით დაკავებულ მინისტრებზე, როდესაც ერთის მხრივ სასტორის ერთ მხარეზე დევს ოლიგარქი პრემიერ-მინისტრის დიდი ფინანსური შესაძლებლობები, მთელი ადმინისტრაციულ რესურსთან ერთად და უწყებებთან ერთად, მის ძალიან სუსტ პრეზიდენტობის კანდიდატთან ერთად, ესეც დავამატოთ, ეგება უფრო დამძიმდეს ეს მხარე, მეორეს მხრივ არიან პრეზიდენტობის კანდიდატები, რომლებიც ყოველგვარ ესეთ ტიპის, ასე ვთქვათ, წინა საარჩევნო სიკეთეებს მოკლებულნი არიან. მათ შორის თქვენს წინ ნესტან კირთაძე, როგორც პრეზიდენტობის კანდიდატი, როგორც საერთაშორისო ევროპული ინსტიტუციის პრეზიდენტი, როგორც მეცნიერი და პროფესორი. მე პირდაპირ უნდა უთხრა ყველა დაინტერესებულ ადამიანს, რომ პოლიტიკოსები არასდროს არ უნდა აკეთებდნენ ფულს და ვინაიდან ფულს არ უნდა აკეთებდნენ, მათ არც მუთაქებში და არც ბანკებში ფულის დიდი რესურსები
არ უნდა ჰქონდეთ. ამიტომაც ასეთი ტიპის პოლიტიკოსებს, რომლებიც მოდიან დიდი პოლიტიკური გამოცდილებით, მოდიან კონკრეტული იდეებით და ინიციატივებით, საქართველოს მთავრობას და პარლამენტს უნდა ეზრუნა იმისათვის, რომ ყველა კანდიდატი ყოფილიყო თანაბარ უფლებიან სიტყვა გამიგრძელდა და სწორედ ამის გამო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ისევე როგორც სხვებიც ხელისუფლება, ალბათ თვალის მოსატყუებლად ბევრ, ასე ვთქვათ, დამკვირვებელს მოიწვევს. მე ჩემის მხრივ, როგორც ევროპული საერთაშორისო ინსტიტუცია, ვაპირებ მოვიწვიო რამდენიმე უსერიოზულესი დამკვირვებელი, არა რაოდენობრივად, არამედ ხარისხის თვალსაზრისით და ვპირდები დღევანდელ ხელისუფლებას, რომ არა მხოლოდ კრიტიკას, არამედ ჩემს პრინციპულ დამოკიდებულებას არ ვაკლებ მათ არჩევნების მსვლელობისა და შედეგებთან დაკავშირებით, როგორც საქართველოში, ასევე აქტიურად გამოვიყენებ ბრიუსელის შტაბ-ბინასაც, ანუ ბრიუსელის ტრიბუნას, რათა პირდაპირ მთელ საერთაშორისო საზოგადოებას ვამცნო, როგორ უნდა დღევანდელ ხელისუფლებას მისი უსუსური კანდიდატი პირდაპირ დანიშნოს საქართველოს პრეზიდენტად. კითხვავის აკავთ. საპრეზიდენტო კანდიდატებთან დაკავშირებით კითხავს ხალხოსნებთან. ეს საპრეზიდენტო კიდევ ერთი კანდიდატი დაემატა ტრადიციული ხელისუფლების აკაცი ასევე ძალიან აქტიურად მიმდინარეობს საზღვარი იმაზე, რომ მიიღოს მონაწილეობა არჩევნებში. როგორ შეაფასებთ აი ამ კანდიდატებს, რა შანსები აქვს მათ და თქვენ მიიჩნევთ თუ არა კონკურენტად მომავალ? მე ჩემს შანსებზე და ჩემს კონკურენტებზე უკვე დიდი ხანია ვილაპარაკე და დღესაც გავიმეორებ, რომ ძალიან ბევრი კონკურენტი მყავს და ჩემი კონკურენტები არიან უმუშევრობა, სიდუხჭირე, 1,5 მილიონზე თუ 2 მილიონზე მეტი სიღარიბის ვითარების დრო შეჩერებულია სამწუხაროდ. აი ეს არის ჩემი კონკურენტები. რაც შეეხება ჩემს კოლეგებს, მიუხედავად ჩემი სიმპათიისა და ანტიპათიისა, ალბათ მათაც ჩემს მიმართ, ეს ჩვეულებრივი ბუნებრივი პროცესია. მე მინდა ყველა მათგანს ვუსურვო დიდი წარმატებები, რათა 2013 წლის ოქტომბრის საპრეზიდენტო არჩევნები იქცეს არა იუმორულ მოგონებად, არამედ პრინციპულ სვლად პოლიტიკის ამ მონაკვეთზე. რაც შეეხება ბატონ ხარატიშვილს, უარს ვეუბნებოდი ხოლმე ჟურნალისტებს ამასთან დაკავშირებით კომენტარზე. ეს ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო შტრიხია მოცემულ საპრეზიდენტო არჩევნებში, რომელიც პრაქტიკულად არის ტექნიკური პოლიტიკური სვლა ნაციონალური მოძრაობის კანდიდატის დავით ბაქრაძის პოზიციების შესასუსტებლად. მეც ამ ეტაპზე ვერაფერს გეტყვით, თუმცა ვინ არის ამ ტექნიკური პოლიტიკური სვლის ავტორი, რომელმა მაესტრომ განახორციელა ეს, მაინცა და მაინც მე ვფიქრობ, ჟურნალისტები ამ თემით თავად უნდა დაინტერესდეთ. იგივე სეგმენტზე გადის აღმოჩენილების. ეხლა მე უკვე აღარ ვარ ანალიტიკოსი, თქვენ რომ ზამზა ფორმულები მოგცეთ, მაგრამ ჩემი ფორმულა ამ ეტაპისთვის ასეთია. ერთ-ერთმა ან რამდენიმე პოლიტიკურმა მაესტრომ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება, რომ პოლიტიკურ სარბიელზე გამოეყვანა ზურაბ ხარატიშვილი კონკრეტულ პოლიტიკურ დაჯგუფებასთან ერთად. მიზანი სავარაუდოდ ასეთია, რომ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატი დასუსტდეს ისედაც სუსტ მდგომარეობაში მყოფი და პრაქტიკულად აღარ შედგეს ის წინასწარი გარიგება, რასაც ქვია წინასწარ დანიშნული პირველი, მეორე და ასე შემდეგ ადგილების გადანაწილება. მე
პროგნოზირებ როგორც ანალიტიკოსი, რომ საქართველოში პოლიტიკური პროცესები გართულდება. ის არ იქნება ისეთი ხავერდოვანი და ასე ვთქვათ, მხოლოდ ჰიუმორით სავსე, როდესაც ჩვენი დღევანდელი მოსახლეობა სახელმწიფო კანდიდატის წამოყენებისთანავე ჯერ გაკვირვებული იყო, მერე ეს მაგრამ მე ვფიქრობ, რომ უკვე ჩნდება გარკვეული ტიპის სახიფათო მოსახვეები. მე ვპროგნოზირებ არა ზურაბ ხარატიშვილის ან სხვა ვინმეს თან დაკავშირებით, არამედ ზოგადად ქართული პოლიტიკური ცხოვრება ახალ საკმაოდ სახიფათო პოლიტიკურ ფაზაში გადავიდა. მოდით ეს ყველაფერი ეძებეთ თქვენ ჟურნალისტებმა. მე მოგეცით თემა, მე ვფიქრობ ეს საინტერესო თემა და საკმაოდ საინტერესო ანალიზება მიხვალთ. უბრალოდ ჩემი პროგნოზირება ეყრდნობა მართლაც კონკრეტულ პოლიტიკურ ანალიზს, რომ პოლიტიკური ვითარება საქართველოში მართლაც გართულდება. და ის არ იქნება წინასწარ დაგეგმილი, წინასწარ დაწერილი სცენარის მიხედვით, ამას გაძლევთ პირდაპირ როგორც პირობას. მე არ მეგულება დღეს რომელიმე პრეზიდენტობის კანდიდატი ან პოლიტიკოსი დადიოდეს იმდენს რეგიონებში, როგორცაც ნესტან კირთაძე, ხვდებოდეს იმდენი რაოდენობის ადამიანს ყველაზე რთულ რეგიონებშიც კი, როგორცაც ნესტან კირთაძე. ამიტომაც მე ვახმიანებ ხალხს, ხალხის ემოციებს, განცდებს და განწყობებს და იცოდეთ, რომ აღარ არის ის დრო, როდესაც ხელის ერთი მოსმით ადამიანები მიდიოდნენ და იღებდნენ მხოლოდ და მხოლოდ ხელისუფლების დაკვეთას. ადამიანები გადიან ღირსების გზას და ისინი ღირსეულად მიიღებენ გადაწყვეტილებებს. სხვა შემთხვევაში პირდაპირ ვაანონსებ ამას. თუ კი უპრობლემო იქნება საქართველოს მთავრობის დღევანდელი პრემიერ-მინისტრის კანდიდატის გაყვანა, ეს იქნება პირდაპირი დანიშვნა და ეს იქნება ტესტი, რომ საქართველოში ტოტალურად გაყალბდა არჩევნები.